ეროვნული ჩემპიონატის პირველ ტურში ყველაზე დიდ ინტერესს იმერული დერბი იწვევდა. ქუთაისის ტორპედომ საკუთარ მოედანზე ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს ზესტაფონს უმასპინძლა. შეხვედრას წინ ტრადიციულად ეროვნული ჰიმნი და დროშის აღმართვა უძღოდა. ეს პატივი გუნდების კაპიტნებთან ერთად 2008 წელს რუსეთთან ომში დაღუპული გოგა სახელაშვილის შვილს გიორგისაც ხვდა წილად. სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივარმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგო აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას. მატჩი მაღალ ტემპში დაიწყო. მეორე წუთზე ანგარიშის გახსნა წინამძღვრიშვილს შეეძლო. მისი მისამართით ხონღაძემ გააკეთა კარგი გადაცემა, თუმცა ზესტაფონელთა ფორვარდმა ბურთის კარისკენ გაგზავნა ვერ მოახერხა. აქტიურებდნენ მასპინძლების, მიუხედავად ამისა მიზნის მიღწევა მე-15 წუთზე ზესტაფონელებმა შეძლეს. თავი რატი წინამძღვრიშვილმა გამოიჩინა 1-0. მორიგი გოლი ქუთაისელთა კარში 28 წუთზე გავიდა. დარტყმას დვალი ცდილობდა. ბურთი გრიგალაშვილს მიუვიდა და მანაც გაიტანა, თუმცა ანგარიში არ შეცვლილა. არბიტრმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. მალევე გრიგალაშვილს კიდევ მიეცა სხვაობის გაზრდის შანსი. ამ ეპიზოდში კარგად ითამაშა ტორპედოს მეკარე მიგინეიშვილმა. არ გაუმართლა დვალსაც, ის მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ ბურთი გაექცა და დარტყმა ვეღარ შეძლო. შესვენებამდე 5 წუთით ადრე ზესტაფონი უკვე 2-0 იგებდა. ელიავამ შორიდან დაარტყა. ბურთი ერთ-ერთ ტორპედოელს მოხვდა და ბადეში აღმოჩნდა. მეორე ტაიმის დასაწყისში სხვაობის შემცირება ჩიკვილაძეს შეეძლო. მისი თავური ზესტაფონელთა მცველმა კობახიძემ მოიგერია. 77 წუთზე საკუთარ საჯარიმოში თამაშის წესი ონიანმა დაარღვია. საჯმა 11 მეტრიანი დანიშნა, რომელიც ზუსტად მეგრელაძემ შეასრულა 2-1. მალევე სტუმრები მოედანზე 10 კაცის შემადგენლობით დარჩნენ. გვერდითი არბიტრის სიტყვიერი შეურაცხყოფისათვის წითელი ბარათი ჯაბადვალმა მიიღო. ამის გამოყენება ტორპედომ ვერ შეძლო და მატჩიც ზესტაფონელთა გამარჯვებით 2-1 დასრულდა. ძალიან რთული გრაფიკი ჰქონდა, ძალიან დაიღალნენ ბიჭები ეს ევროტურნირებზე მონაწილეობით. ცოტა ტრავმები გვაქვს, ცოტა გადაღლილები, მაგრამ ყველაფერი გააკეთეს და შედეგს მივაღწია. ძალიან კაი გუნდია ქუთაისი, ყოველთვის რთული არის დერბი და ძალიან კმაყოფილები ვართ, რომ დღეს ჩვენი გამარჯვებით დამთავრდა. მოწინააღმდეგე გუნდს კიდევ უსურვებ წარმატებებს გულით. რა თქმა უნდა, თამაშით უკმაყოფილე ვარ, მაგრამ ზესტაფონი უკვე დიდი ხანია რაც ევროთასებზე თამაშობს და უკვე ოპტიმალურ ფორმაშია. ჩვენ პირველი თამაში ვითამაშეთ სეზონის, მაშინ დაეტყო კიდევაც რომ კონდიციებში გაჯობა ზესტაფონი, მაგრამ მე ვფიქრობ ბოლოსკენ გამოვასწორეთ, რაც ეს ძალიან სასიამოვნოა და აუცილებლად გამოვასწორებ ჩემპიონატებში თამაში.